მოგესალმებით პირველ რიგში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. პირველ რიგში თქვენ მოგესალმებით. იმედი მაქვს, კარგად ბრძანდებით. კარგად უნდა იყოთ, აბა გისმენთ. მობრძანდეს თუ შეიძლება. გამარჯობათ. მოგესალმებით. ჩვენ თუ დაგვიდასტურებენ რომ განახლდა პირდაპირი ტრანსლაცია დავიწყებთ სხდომას. ხომ კარგად გესმით ჩემი ხმა? გესმის კარგად. კი. აი ლაივი ჩაირთვება თუ არა დავიწყებთ. პირდაპირ ეთერში გადაიცემა ეს სხდომა და თქვენ ალბათ იცით ამის შესახებ. შეგვიძლია? ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით. ხმა არ არის მგონი. ჩაგვთონ. ისმის? კი ბატონო, მოგესალმებით. თქვენ ბრძანდებით მსჯავრდებული ზაზა გუგავა, ასეა? ნე. დაბადების თარიღი რომ მითხრათ თუ შეიძლება. 1966 სექტემბერი. რომელი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით? საქართველოს. მხოლოდ? კი ბატონო ზაზა, თქვენ მოგიწვიეთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე, რომელიც იკვლევს 2003-2012 წლებში მართველი პოლიტიკური ხელისუფლების საქმიანობას, რომ ეს საქმიანობა და იმ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებები შეფასდეს. ეს არის ჩვენი გამოსაკვლევის საკითხი, როგორც ამას უწოდებს საქართველოს პარლამენტი. გესმით? დიახ. კი ბატონო, თუ მოხდა ისე რომ ხმა გაწყდა, ხელით მანიშნეთ რომ გავჩერდე. ბატონო ზაზა, ჩემი ვალდებულებაა პირველ რიგში გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ თქვენ ვალდებული ხართ გასცეთ კითხვებს პასუხი. უფრო მეტიც თქვენ ვალდებული ხართ რომ ამ კითხვებს თავი არ არიდოთ. სალაპარაკო ენაზე რომ იტყვია მიკიბულ-მოკიბული პასუხები არ მიიღება. ეს პირდაპირ წერია კანონში, რომ თავი არ უნდა არიდოთ პასუხს. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არ გაქვთ უფლება, რომ შეგნებულად იცრუოთ. ცრუ ახსნა განმარტების მოცემის შემთხვევაში, ისევე როგორც კითხვაზე პასუხის არიდების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა დაგეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 359 და 350 მუხლები და რა თქმა უნდა, ეს თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ. ის რომ ამ ყველაფერს თქვენ ათვითცნობიერებთ და იცით რა რისკის წინაშე იქნებით თუ ამ ყველაფერს არ შეასრულებთ, წინ წესით უნდა გქონდეთ კომისიის მიერ თქვენთვის მოწოდებული საბუთი, რასაც გთხოვთ იმის დასტურად რომ გაცნობიერებული გაქვთ ეს ვალდებულებები, ხელი მოაწეროთ. დიახ, გავეცანი. მოაწერეთ ხელი თუ შეიძლება. მადლობა. ბატონო ზაზა, გთხოვთ გითხრათ ნებაყოფლობით ერთვებით ჩვენს სხდომას და ნებაყოფლობით არის თუ არა ეს თქვენი ახსნა განმარტება ჩვენს წინაშე მოცემული. დიახ, ნებაყოფლობით არის. მადლობა. ბატონო ზაზა, ვინ არის თქვენთვის და რა შემხებლობა გქონდათ გიორგი უდესიანთან?
გიორგი უდესიანი არის ჩემი მეუღლის ძმა. რა შემხებლობა გქონდათ ხოლმე მასთან, სანამ თავისუფლებაზე იყავით და განსაკუთრებით 2003-2012 წლებში? მეუღლის ძმა არის და ოჯახური ურთიერთობა. თუ გქონდათ გიორგი უდესიანთან მის ბიზნეს საქმიანობაში ან სხვა უკანონო საქმიანობაში რაიმე როლი ან ფუნქცია? ბიზნეს საქმიანობაში მქონდა დიახ. კერძოდ? კერძოდ ზაგესის საბაჟო ტერმინალში, სადაც ერთ-ერთი თანამეწილი მეც ვიყავი მასთან ერთად. მქონდა საქმიანი ურთიერთობა. კიდევ ვინ იყო მეწილე ზაგესის კომპანიაში? რეზო კურასბედიანი. სამნი იყავით. სამნი იყავით ბატონო ზაზა მხოლოდ? დიახ, სამნი ვიყავით. და სხვა ბიზნეს საქმიანობაში გიორგი უდესიანისა თქვენ მონაწილეობა ან ჩართულობა არ გქონიათ, ამას ამბობთ? არა. არ გქონიათ. სხვა ბიზნეს საქმიანობაში არა. კარგი. მაშინ რას აკეთებდით იმ შეხვედრაზე, სადაც კუსტბის წილების საკითხი განიხილებოდა და ასეთი შეხვედრა იყო არაერთი, სადაც თქვენ იყავით და ამბობთ, რომ ჩართულობა არ მქონიაო. დიახ. მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მონაწილეობდა როგორც გიორგი, ასევე ჩემი დეიდაშვილი და ვახლდი მათ შეხვედრაზე იმისთვის, რომ რაღაც დაძაბული სიტუაცია ქონდათ ერთმანეთში და მათ გარეშე ცდილობდი, რომ რაღაც განუხტულიყო ეს დაძაბული სიტუაცია. ვის და ვის ქონდა ერთმანეთში დაძაბული სიტუაცია? როგორც უდესიანს ხარძიანთან, ასევე ხარძიანს კურასბედიანთან და ერთსიტყვით ერთმანეთში ქონდათ. რომელია ბიზნეს პარტნიორებს ქონდათ ერთმანეთში რაღაც დაძაბული ურთიერთობა. რომელია ამათგან თქვენი დეიდაშვილი? რეზო კურასბედიანი. გასაგებია. ნათესაური კავშირი თუ გაქვთ ბესარიონ ხარძიანთან? არა. გიორგი უდესიანს თუ აქვს ხარძიანთან ნათესაური კავშირი? როგორც ვიცი, არ ამგონია, ვერ გეტყვით, ზუსტად ვერ გეტყვით. ნაცნობობა? მანამ სანამ ბიზნეს პარტნიორები ნაცნობობა, მეგობრობა. სანამ ბიზნეს პარტნიორები გახდებოდნენ უდესიანს და ხარძიანს თუ ქონდათ ნაცნობობა? მე ასე ვიცი, მეგობრული ურთიერთობა ქონდა. საიდან მეგობრობდნენ? ვერ გეტყვით, ალბათ ერთი კუთხის წარმომადგენლები არიან, ორივე და ალბათ სავარაუდოდ იქეთ. თქვენც იმ კუთხის წარმომადგენელი ბრძანდებით თუ არა? ბატონო? თქვენც იმავე კუთხის წარმომადგენელი ბრძანდებოდით თუ არა? დიახ, კი ბატონო. ბატონო ზაზა, თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ კუსტბის წილები ბესარიონ ხარძიანს თქვენი ოჯახის წევრმა გიორგი უდესიანმა ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებაში წამების გზით დაათმობინა? არა, ჩემთვის ცნობილი არ არის. მაშინ ის გითხარით, რა კი ყველა შეხვედრას ესწრებოდით, როგორც თქვენ ბრძანებთ დაძაბულობის განტვირთავი, რა გზით მოხდა ამ წილების დათმობა ბესარიონ ხარძიანის ნების საპირისპიროდ? ვარცდები ბესარიონ ხარძიანის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ მას და სთხოვეს, რომ შეესყიდა ეშვამდგომლა უკრაინელ პარტნიორებთან და ეშვამდგომლა იმისთვის, რომ ის დარჩენილი წილები შეესყიდათ. აი ეს უგესვიცი. თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ საქართველოში უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს 3 ინსტანციის სასამართლო შედგა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის მოცემული გარიგება, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ხარძიანები პირიქით იქით თხოვდნენ უდესიანს შეესყიდა წილები, იძულებით გარიგებად დახასიათდა, ეს გარიგება აღარ არის ძალაში და შესაბამისად ვერ მიიჩნევა სწორად ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ თითქოს იქით სთხოვა ვინმე ხარძიანების მხრიდან უდესიანს ამ წილების თავის თავზე გადაფორმება. იცით ამის შესახებ? სასამართლო დავების შესახებ მე არ ვიცი, მაგრამ გაგებული მაქვს, რომ 3 ინსტანცია
ის რა პირცებით გააბათილა ერთის. და ამის შემდეგ კვლავ თქვენს აზრზე რჩებით, რომ იმ შეხვედრების შედეგად, სადაც თქვენ მონაწილეობდით, ხარჯიანების ნება იყო, რომ უდესიანისათვის გადაეცათ თავიანთი ქონება? არ ვიცი, ეს კამათში ყველაფერი ხანდახან აირდა-აირევა, ალბათონთია. მე ასეთი შეგრძნება მქონდა. კი ბატონო. იმიტომ რომ მე და დავარყოფთ ამ ყველაფერს, რომ იყო ის რაღაც მომენტი და ის წილების რეალიზაცია დასჭირდა, იმიტომ რომ ის ამას ესწრებოდნენ ჩემს გარდა კიდე რამოდენიმე ისე რა ქვია. ჩვენი საერთო ახლობელი. ვინ ესწრებოდა გვარები რომ გითხრათ? ხაბულიანი იყო ერთი. ხაბულიანი? ერთი ფურასმედიანი. ხაბულიანს რა ერქვა? ხაბულიანს რა ერქვა? ხაბულიანს დემური დიახ. დემურ ხაბულიანი კიდევ? ხაბულიანი, კახა ფურასმედიანი, სოსო ლიპარტელიანი. ხარჯიანების მხრიდან ვინ ესწრებოდა? ვიღაცას ხო უნდა გაეჟღერებინა ის ვითომ და თხოვნა უდესიანისათვის? ხარჯიანების მხრიდან იყო ისა რა ქვია, დემური ხაბულიანი. რა კავშირი აქვს დემურ ხაბულიანს ხარჯიანებთან? ვერ გეტყვით, რაღაც ახლობლები მეგობრები არიან თორს. გასაგებია. გიორგი ხარჯიანი თუ ყოფილა რომელიმე მსგავს შეხვედრაზე, სადაც თქვენც ასევე ბრძანდებოდით? გიორგი ხარჯიანი? ძმა ბესარიონ ხარჯიანისა, ხომ არ გახსენდებათ? ერთხელ მახსოვს თითქოს. თითქოს. თორსები იყო, კი, ერთხელ თორსები. სად იყო ეს შეხვედრა, სადაც გიორგი ხარჯიანი მონაწილეობდა? სადღაც ოფისში ვიყავით, თორსები, მგონი თამარაშვილზე. ვისი ოფისი იყო ეს? გიორგის ოფისი იყო. გიორგი უდესიანის, თქვენი დისკმარი, რომელიც თხოვდა ამ დროს ციხეში მყოფ ბესარიონ ხარჯიანს დაეთმო კუსტბის წილები, მის ოფისში შედგა შეხვედრა, სადაც თქვენ ბრძანდებოდით და მოვიდა იმ შეხვედრაზე ბესარიონ ხარჯიანის ძმა გიორგი ხარჯიანი, ასეა? არა, მე შეხვედრაზე არ ყოფილვარ, მე შეხვედრას არ ვესწრებოდი, უბრალოდ ვიცი, შევედი ოფისში, იქ ვნახე და გამოვედი. გასაგებია. მონაწილეობა საუბარში არ მიგიღიათ? არა. შეხვედით და გამოხვედით. აი რომ შეხვედით და სანამ უკან გამოხვედით, რა დაინახეთ, რომ გითხრათ? საუბრობდნენ ერთმანეთში. საუბარი იყო, დაძაბული იყო? გამოვედი, ბატონო? დაძაბული იყო ეს საუბარი? არა, არ მიგზნია, არა. აბა თავში რომ ბრძანეთ, რომ მე ყოველთვის მეძახნე, სადაც დაძაბულობა იყო, რომ განტვირთველი ფუნქცია მქონდა? არა, მათ შორის დაძაბულობა არ ყოფილა, დაძაბულობის განმუხტვას მე ვცდილობდი ჩემის იქედან, იმიტომ აი როგორ ვცდილობდით, რა გააკეთეთ ან ამ შეხვედრაზე, ან სხვა შეხვედრაზე? ვიცით, როცა უდესიანი და ეს ფურასმედიანი საქართველოში არ იყვნენ, მე მეკონტაქტებოდა ბესარიონ ხარჯიანი და ვცდილობდა, რომ რაღაცნაირად გამოგვენახა საშუალება იმისა, რომ სიტუაცია განმუხტულიყო და ეს ბიზნესი რაც დაწყებული ჰქონდათ, მათ რაღაც ეს რომელ წლებში ხდება? წლები არ მახსოვს, რომელი წლები ხდება. თქვენთვის კარგი დრო რო იდგა, ის დრო იყო თუ უფრო 2012 წლის მერე იყო? როდის იყო ეს? არა, 12-ის მერე იყო, რა თქმა უნდა. მერე, უკვე როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და უდესიანმა დატოვა ქვეყანა, თქვენ მის წარმომადგენლად იყავით ხარჯიანის პირისპირ. წარმომადგენელი ფურასმედიანი იყო და ის ჩამოდიოდა ხოლმე. კარგი. მოდით დაუბრუნდეთ იმ პერიოდს, რომლისთვისაც ჩვენ აქ ვართ შეკრებილები, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს. თქვენ ამ დროს ბრძანეთ, რომ უდესიანის ბიზნეს საქმიანობაში მხოლოდ ზაჰესის კომპანიაში ყავით ჩართული და სხვა შეხვედრებზე ხანდახან იყავით როგორც დაძაბულობის განმუხტველი.
აი იმ შეხვედრაზე, სადაც გიორგი ხარძიანი ნახეთ, რა ნახეთ კიდევ? რას შეესწარით? არაფერი. არაფერი. იყო სიმშვიდე, ჰარმონია, რო აგვიღწეროთ, ვინსად იჯდა, როგორ საუბრობდნენ. საუბრობდნენ ერთმანეთში, ოფისში ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში. ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას? გიორგი ხარძიანი, გიორგი უდესიანი, კიდევ? მე მგონი მარტო იყვნენ და ვერ გავიხსენე. მარტო იყვნენ თვალწდები. უბრალოდ ვერ ვიტყვი. გიორგი ხარძიანი თუ ნახეთ სალაპარაკოთ? არა, მივესალმე მხოლოდ. ეგიო, მეტი არა, მე არ მილაპარაკე იმასთან. მოდით ასე ვთქვათ, მაშინ თქვენ თქვით შევედი და გამოვედი. რამდენ ხანს გაგრძელდა იქ ყოფნა თქვენი ოფისში? ალბათ რამოდენიმე წუთიც არა. 5 წუთი, 10 წუთი, 20 წუთი. არა, 5 წუთი არა. შევედი და ალბათ ერთ წუთში ალბათ გამოვედი. ვინმე ხომ არ შეგხვდათ შესვლისას ან უკან გამოსვლისას გზაზე? არა, ვერ გავიხსენებ მაგასე. ვერ გავიხსენებ. არ ამბონია, არა, ვერ ვიტყვი, ზუსტად ვერ ვიტყვი. მაგრამ სხვამ რომ გაგიხსენოთ იქ გნახეო, თქვენ მერე იმ სხვას გაიხსენებთ? არ შესაძლებელია ხო? ხო, მერე შეიძლება გაიხსენოთ, კი ბატონო. ბატონო ზაზა, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი, რომ ბატონ გიორგი ხარძიანზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სადაც როგორც ამბობენ, თქვენც ბრძანდებოდით. იცით რამე ამის შესახებ? დიახ, ვიცი. აბა რომ მოგვიყვეთ, რა შეხვედრა იყო ეს? ეგ არ ვიცი რა შეხვედრა იყო, უბრალოდ მე გავიგე ამის შესახებ გიორგისგან. თქვენ იქ არ ყოფილხართ ამ დროს? ბატონო? თქვენ ასეთ ამგვარ შეხვედრაზე არ ყოფილხართ? არ ყოფილვარ. ეს ის შეხვედრა არ არის, სადაც თქვენ შეხვედით და გამოხვედით. ეს ის სხვა შეხვედრაა? არ ვიცი, შეიძლება, იმიტომ რომ მე მაშინ მონაწილეობა არ მიმიღია. კარგი. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ სიტუაციის განტვირთვას ცდილობდით, ოღონდ 2012 წლამდე პერიოდი გვაინტერესებს. კერძოდ რა ნაბიჯებს დგამდით? რა იყო თქვენი ფუნქცია? არა, 2012 წლამდე სიტუაციის განმოხდვაც არაფერი სჭირდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივად მიდიოდნენ როგორც პარტნიორები, ბიზნეს პარტნიორები და ერთმანეთში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მერე დაიძაბა ეს რაღაც არ ვიცი, ალბათ 2 წელიწადში, შეიძლება 13-ში, შეიძლება 14-ში, არ ვიცი. როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ხარძიანი მაშინ. ანამდე განსამუხტავი არაფერი არ იყო იქ. ჩვეულებრივი პარტნიორები იყვნენ და ერთმანეთში, არ ვიცი, არ ჰქონდათ მე მგონი არანაირი დახვა. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. თქვენთვის ხომ არ არის ცნობილი, ვინ არის ალექსანდრე მუხაძე? ასე არ ვიცი. არ იცით. როდის გახდა კუსტბის კომპანიაში გიორგი უდესიანი ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი? ვერ გეტყვით, არ მახსოვს წლები, არ მახსოვს. ვერ გავიხსენებ. ალბათ როდის. თავიდანვე იყო თუ შემდეგ გახდა? თავიდანვე იყო თუ არა პარტნიორი ეს? თავიდანვე იყო გიორგი უდესიანი პარტნიორი კუსტბაზე თუ შემდეგ? თავიდანვე არა, თავიდანვე არ იყო. შემდეგ შევიდნენ. აი როგორ შევიდა ეს რომ გითხრათ? არ გახსოვთ? არა, არ ვიცი, რაღაც ის ჰქონდა, ერთმანეთში მოლაპარაკება ჰქონდა, თვალწდები. უკრაინელებიც იყვნენ ჩამოსულები მან და აი მაგის შემდეგ მოხდა მათი ისა რა ქვია დაპარტნიორება.
თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ გიორგი უდესიანის დავალებით კლდანის დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანს სისტემატურად აწამებდნენ და სთხოვდნენ კუსტვის წილების გიორგი უდესიანზე გადაფორმებას. არა, ჩემთვის არ არის ცნობილი. პირველად გესმით ეს ჩემგან დღეს. არა, რა გამიგია, ჭორის დონეზე გამიგია, მაგრამ ჭორის დონეზე გაგიგიათ. და თვლით რომ ეს ჭორია? რა ვიცი. მე ვთვლი რომ ჭორია ნამდვილად. თქვენ თუ იცით სად არის ახლა ბესარიონ ხარძიანი? ბესარიონ ხარძიანი დაღუპული არ არის. ესეც ჭორი გონიათ? როგორ გიგადრებით? ეს ჭორი არ გონია. ეს სამწუხარო რეალობაა. ბატონო ზაზა, თქვენ უმაღლესი განათლება გაქვთ ალბათ. დიახ. რა პროფესიის ბრძანდებით? ინჟინერ მექანიკოსი. რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ და როდის? აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა. შესაბამისად, თქვენ არ გაგიჭირდებათ შემდეგ კითხვას უპასუხოთ როგორც გონიერმა ადამიანმა. თქვენ თვლით თუ არა, რომ ბესარიონ ხარძიანმა და მისმა ოჯახმა იმ დროს, როდესაც ბესარიონ ხარძიანი იმყოფებოდა გლდანის ნომერ მერვე საპატიმროში, შესაძლოა ზეწოლის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაუთმო თავისი წილები გიორგი უდესიანს. როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით. მათ ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. რა ვიცი, ოჯახური, მეგობრული, რომ მე მაგას ვერ დავუშვებ. არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ მათ ესეთი ურთიერთობა არ ჰქონდათ, რომ ეს ციხის კედლებიდან ელაპარაკათ ერთმანეთისთვის და რაღაც ერთმანეთისთვის რაღაცა წაერთმიათ რამე რაღაცა. კი ბატონო, მაშინ რით ახსნით იმას, თქვენს ნათქვამს გავიმეორებ, რომ როდესაც ბესარიონ ხარძიანმა თავი დააღწია გლდანის დაწესებულებას 2012 წლის დეკემბერში, მაშინ თქვენ გახდით საჭირო, იმიტომ რომ ციხიდან გამოვიდა თუ არა, უკვე დაძაბული იყო ურთიერთობა. ესე იგი, თქვენს ლოგიკას თუ მივყვებით, ბესარიონ ხარძიანი რო დააკავეს, გადასარევი ურთიერთობები იყო ხარძიანსა და უდესიანს შორის. ეს შესანიშნავი ურთიერთობები გრძელდებოდა მაშინაც, როდესაც ხარძიანი იყო გლდანის ციხეში გამოკეტილი და უდესიანი იყო თავისუფლებაზე და ერთჩვენიერ დღეს გამოვიდა ბესარიონ ხარძიანი ციხიდან და აიქ აირია ურთიერთობები. რით ახსნით? რა მოხდა? არა, მას ხომ ისა რა ქვიან, სატელევიზიო გამოსვლები ჰქონდა და ის ბრალსდებდა ისა გიორგის ამაში მონაწილეობაში ამ ციხის ვითომ წამებასთან არ ვიცი. გიორგი უდესიანს უსაუბრია ამ ეგრეთ წოდებული ცილის წამების შესახებ თქვენთან? ჩვენ ხაზზე ვართ, კომისია ხაზეა, ველოდებით ჩართვის განახლებას ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. ჩვენ ახლა ვისმენთ ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის ბატონი ზაზა გუგავას ახსნა განმარტებას, რომელიც არის გიორგი უდესიანის მეუღლის ძმა და სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სხვადასხვა იმ შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ხოლმე გიორგი უდესიანის
ბიზნეს სურვილები და სხვადასხვა თემები. როგორც ჩანს, ჩართვის განახლება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუ პენტენციურ დაწესებულებას ვთხოვთ, რომ გვითხრან რამდენად სერიოზულია ხარვეზი, ჩვენ შეგვიძლია მოგვიანებით ჩავრთოთ ისინი და სხვა პირს მოусმინოთ ამასობაში. თუ შევძელით, რასაკვირველია გვირჩევნია, რომ დავასრულოთ. კი ბატონო ზაზა. ესე იგი, რით ახსნით იმას, თქვენ ესე იგი საზოგადოებას რომ ძაფი არ დაეკარგოს აზრის. თქვენ ბრძანეთ, რომ არავითარი ცუდი ურთიერთობა ბესარიონ ხარძიანსა და გიორგი უდესიანს შორის არ ყოფილა არც ხარძიანის ციხეში მოხვედრამდე და შემდეგ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, როდესაც ხარძიანი იყო გდანის საპატიმროში. რითი ახსნით? მე არ გამიგიო. ხო და მე ამბობთ, რომ გამოვიდა ციხიდან, მე აირია ურთიერთობებიო და რა მოხდა? მე დაიძაბა რაღაც სიტუაცია, რაღაც ბიზნესიც ვერ წავიდა ისე, მე ისე ბრალსდებდა ამას ამ ციხის ამბებთან დაკავშირებით და ერთისებოთ აი რაზეც თქვენი თქმით ბრალსდებდა ხარძიანი უდესიანს, კერძოდ შეკვეთას წამების და ამ გზით ქონების დათმობაზე საყვედურობდა რბილად რომ ვთქვათ. ამის შესახებ გიორგი უდესიანს თქვენთან უსაუბრია როგორც უახლოეს ოჯახის წევრთან. არა. რას გეუბნებოდათ რომ ცილს წამებსო? ჭორი არისო, დიახ, ჭორები არის. ესე იგი უსაუბრია თქვენთან და უთქვამს რომ ჭორიაო. ხო, ეს გადაცემები რომ გადიოდა ხოლმე რა ტელევიზიით, აი იმ გადაცემების თაობაზე ხანდახან ამოკითხავდით ხოლმე რა ხდება რა ამბავია და ესეა ჭამი. მაშინ რატომ დატოვა ქვეყანა თუ არაფერი არ ქონდა დასამალი? არ ვიცი, ვერ გეტყვით. თქვენ სად იმყოფებით ის იცით ალბათ, ხომ? დანარჩენი როგორც ჩანს არაფერი არ იცით. დანარჩენი რა არ ვიცი? უკაცრავად ვერ გავიგე. რა კითხვაც არ დავსვით, ირკვევა რომ დიდი არაფერი არ იცით, ანუ ინფორმაციები თითქოს არ გაქვთ. რას ჩადიოდა გიორგი უდესიანი ხარძიანთან ინფორმაციები რაც მაქვს მას გაზღვით ალბათ. ასაგები. რა ინფორმაციასაც მივფლობ, ეს არის სულ. კი ბატონო, მე შეიძლება კიდევ დაგიბრუნდეთ. ახლა კი ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს კომისიის წევრს გადავცემ სიტყვას და ის გააგრძელებს თქვენს გამოკითხვას. გამარჯობათ. როგორც თქვენი საუბრიდან ირკვევა, ბევრი რამე არ იცით, რაც ჩვენ გავიგეთ დღეს, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ ბესარიონ ხარძიანს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა მოსთხოვა 5 მილიონის მიტანა. იყო თუ არა ეს თქვენთვის ცნობილი? არ ვიცი, აზრი არ ვარ, არ ვიცი. არ იცით. კარგით, თქვენივე საუბრიდან გამომდინარე იძახით, რომ ვითომდაც ბესარიონ ხარძიანმა სთხოვა გიორგი უდესიანს დახმარება და ამაში ჩართული იყვნენ უკრაინელი ბიზნესმენები, ხო? დიახ. და ეს დახმარება უკრაინული ბიზნესმენები საწავიდნენ მე როგორ დაეხმარა უკრაინელი ბიზნესმენები არ ჩანან და წილში გამოჩნდა თვითონ უდესიანი. წილი შეისყიდეს კუსტბაზე. და ეგ გასაგებია და აბა რა შუაში იყო გია უდესიანის წილი? ისი წილი უკაცრავად? უდესიანის წილი რაში იყო? რა შუაში იყო? თუ უკრაინელების წარმომადგენელი იყო, აქ და ერთი საერთო ბიზნესი ჰქონდათ მათ უკრაინელებთან. გასაგებია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს წილების გაფორმება როდის მოხდა? ვერ გეტყვით, ვერ გავიხსენე. აბა იქნებ შეეცადოთ. წლებს ვერ გიხსენე. იმ დროს ხო არ მოხდა, როდესაც ბესო ციხეში იჯდა. არა, ბატონო ალეკო, მე ახლა
რეგულარული კონტაქტები მე ბესოსთან არასდროს არ მქონია, ეს იყო მას შემდეგ. არა, ბესოს არ გეკითხებით. მე გეკითხებით წილის გადაფორმება, როდესაც ის საჯელასრულების დაწესებულებაში მოახვედრეს, მაგ დროს ხდება თუ არა წილის გადაფორმება უდესიანზე. რაღაც ნაწილი მე მგონი მაგ დროს ხდება, დიახ, მეორე ნაწილი თორსები და პირველი ნაწილი მანამდე, სანამ საჯელასრულებაში. ხო, ამიტომ თქვენ რო იძახით, რომ ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ, ასე არ ხდება წილების გადაფორმება ციხიდან, ხო? ეს ხო ლოგიკურია. და ბესომ არა, გიორგი უდესიანმა გაიფორმა. ანუ ეს დაძაბულობა მაგის გამო იყო, თქვენ ვარაუდობ თუ არა ამას, რომ ადამიანი რომელიც საჯელს იხდის, იმ დროს თხოვს მეორე მისი მეგობარი, რომ შენ ახლა მე უნდა გადმომიფორმო შენი კუთვნილი წინებიდან დათმო ჩემთვის რაღაც პროცენტული რაოდენობა. შეიძლება მაგასაც მოყოლოდა რა ეგო. არა, შეიძლება არა, იცით რა არის. გამოვიცო. თქვენ თავს არიდებთ ძალიან ბევრი კითხვა. იმიტომ რომ თქვენი ყავით ერთ-ერთი უახლოესი გარემოცვის წევრი უდესიანის. იმ ოფისშიც იყავით ხშირად, სადაც ჰქონდათ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და ამიტომ მე გთხოვდით, რომ მაქსიმალურად თქვენ გიუპასუხოთ ჩვენ კითხვებს. მე მაქსიმალურად პასუხობ. ბატონო ალეკო, ჩაგეჭრებით, მაპატიეთ, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პატიმრობის სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი კითხვაზე პასუხის თავიდან არიდების შემთხვევაში. არ ვიცი, არ მახსოვს. თავიდან არ ვარიდებ, ქალბატონთია. არა, გაითვალისწინეთ. იმდენი დრო არის გასული, თან მე პენდენციურ სამსახურში ვზივარ და აქ ადამიანს როგორც ისა აქ მეტყველება დავიწროებული და ისა ისი აქ აზროვნებაც, ისი აქ ისა მახსოვრობაც მოგეხსენებათ ეგ კარგად და არ ვიცი აბა. რასაც თქვენ კიდე გაგიმართლათ ეხლა როზე ხართ ციხეში და არა საკანში ტელევიზორი გააქვთ? არცია. ბატონო ზაზა, საკანში ტელევიზორი თუ გაქვთ? დიახ. ბატონო ზაზა, საკანში ტელევიზორი ხომ არ გაქვთ შემთხვევით? დიახ. გააქვთ? რამდენი ხართ საკანში? მარტო ხართ საკანი? 4. არა. 4. რამხელაა ეს საკანი? ალბათ რაღაც 15 კვადრატამდე ალბათ 18-მდე. 15-18 კვადრატულია. თქვენი საწოლი გააქვთ? დიახ. ამ საწოლზე ლეიბი, მატრასი, თეთრეული გააქვთ? დიახ. ნახევრად ღია დაწესებულებაა ხომ ასეა ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულება? ვერ გავიგე შეკითხვა. ნომერ მე-12 დაწესებულება, სადაც თქვენ ხართ. ნახევრად ღია ტიპის არის ხომ? ნახევრად ღია არის, დიახ. რამდენ საათს ატარებთ HR-ზე? ალბათ 2-3 საათს. 2-3 საათს. HR-ზე გარეთ გამოდიხართ 9 საათი ვარ, დიახ. 9 საათი ვარ ისე ოქია სივრცეში. სივრცეში, ანუ საკანში არ ხართ მთელი დღე. არა. ეს 9 საათი სად ხართ ხოლმე? ძირითადად. ეზოში ხართ, ანუ HR-ზე ხართ 9 საათი. სხვა პატიმრებთან ერთად. რაც მანდ ბრძანდებით, რაიმე სახდელი ხომ არ შეუფარდებიათ თქვენთვის? ცუდი ქცევისთვის? არა. დღეში რამდენჯერ გაქვთ კვება? 3-ჯერადი. 3-ჯერადი კვება გაქვთ. დღეს დილით საუზმე მოასწარით? დიახ. რა იყო საუზმეზე რომ ჩამომითვალოთ? საუზმე მანის პაპა იყო. მანის პაპა კიდევ? ჩაი. ჩაი. კიდე რაღაცები იყო, მაგრამ მე სხვა
თქვენ ეს აიღეთ, არჩევანი მეტი იყო? თქვენ შუა დღეზე როდის გაქვთ სადილი? 2-ზე. 2-ზე. მიუსწრებთ ზუსტად, თუ კარგად იმუშავებთ, თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ გვინდა რომ მალე გაგიშვათ. რა არის ხოლმე სადილად, რომ ჩამოგვითვალოთ? გუშინ რა იყო სადილად? ეს ლოგიო. მარხულობ? გუშინ ხორცი იყო. დღეს ისადილეთ უკვე სანამ ჩვენთან მობრძანდებოდით? არა. ჩაშუშული იყო გუშინ. საღამოს რას მიირთმევთ ხოლმე? პური ხო არ გაკლიათ? გვიყვარს საქართველოში პური და მეც მოვიხმართ ფრანგებივით, ვიდრე სხვა ქვეყნები და პური ხო არ გაკლიათ? ან რომელიმე საკვები? არა. საღამოს ვახშამი რას გულისხმობს? წვნიანი არის რაღაც თუ აცდები და ჩაი რა, მე მსურვად. დღის განმავლობაში რამეს თუ კითხულობთ? ან გაზეთს, ან წიგნს? წიგნებს ვკითხულობდი. საიდან გაქვთ ეს წიგნები? ბიბლიოთეკიდან. ბიბლიოთეკაც გქონიათ. ესე იგი, ბატონოზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ, მათ შორის ხორცის რაციონით. თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ. თქვენ თუ საკანში 18 კვადრატულ მეტრში 4 პატიმარი ხართ ჯამში. თუ 9 საათი ხართ ჰაერზე. ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლესი განათლების მქონე პირი ხართ. რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხო არიცით? ამიტომ მოდით ახლა დავსერიოზულდეთ. და კითხვებს გაეცით პასუხი. როდესაც ბატონი ალექსანდრე გეკითხებათ, თქვენ ადასტურებთ, რომ წილები გადაფორმდა მაშინ, როდესაც ადამიანი იყო ციხეში და არა იმ პირობებში, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით. რაც საპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? არა. შეუგინებია? არა. დაურტყამს? არა. უცემი ხართ წიხლებით? არა. უწამები ხართ? არა. ხო, ბესარიონ ხარძიანმა ყველაფერი ეს განიცადა. ამიტომ გაეცით შეკითხვა დაისვა აქ წევრის მიერ კითხვას გაეცით პასუხი. როდესაც პირს ცემენ, აწამებენ გიორგი უდესიანის დავალებით. ასე ბრძანა ბატონმა ბესო ხარძიანმა უმცროსმა. ასე ამბობს მისი ოჯახის ყველა წევრი. ასე ამბობს არაერთი მოწმე, რომელიც ტელევიზიით გამოდის და საჯაროდ ამის შესახებ საუბრობს. თქვენ თვლით თუ არა უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც არ წყურია და არ შია. ღამე ძილში ხელს არავინ არ უშლის და არ აწამებს. თვლით თუ არა, რომ მინიმუმ უცნაურია, რომ ციხეში მყოფი პირი თავის პარტნიორს უთმობს წილებს. უცნაურია თუ ბუნებრივად გეჩვენებათ? აი ეს გვაინტერესებს. და არა შემთხვევას გააჩნია კალდონცია. შემთხვევას გააჩნია, მე არ ვიცი ახლა მათ შორის რა მოხდა კონკრეტულად იმ პერიოდში, მე მაგას ვერ გეტყვით. გასაგებია. შესაძლებელია, რომ ბოდის უხდი ბატონ ალეკოს გავაწყვეტინეს სიტყვა. გასაგებია. კარგით, გასაგებია ეგ ყველაფერი, მაგრამ ეს არავის არ ჯერავს და არა მარტო კომისიის წევრებს ჩვენ გვიყურებს სრულიად საზოგადოება. იმის შემდეგ რაც ვიცი რა ინფორმაცია მაქვს, რასაც ვიხსენებ, მაგას ესე რა ქვია, გადმოგცემთ და გაწვით თქვენ. სხვა მეტი არაფერი ვიცი. სხვათა შორის ციხეში როდესაც იხდიდა სასჯელს, იმ დროს ერთ-ერთი ბანკიდან, TBC ბანკიდან სესხიც კი გამოუტანია. ამასაც მაშინ მე მოგცევთ ინფორმაციას, რახან თქვენ არ იძლევთ. არ ვიცი, არა მაქვს მაგის ინფორმაცია. იმის შემდეგ, რაც უდესიანმა დატოვა საქართველოს
თქვენ რამდენჯერ გქონდათ კონტაქტი? ვისთან? უდესიანთან? გიორგი უდესიანთან, ხო? დიახ. კვირაში ერთხელ ალბათ. ანუ სისტემატიურ კონტაქტს აგრძელებდით? არა, დღეს როგორ გააგრძელებთ, სანამ დაგაკავებდნენ? კი, სანამ დავაკავებდნენ, კი მქონდა. და იცით რომ კარგით გასაგებია. ბატონი ალუდა ხუდუშაური გთხოვთ. მადლობა. ბატონო ზაზა. დიახ. ჩემი თხოვნა იქნება რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბოთ როგორ მეგონება და გაიხსენოთ ფაქტები და გარკვეული გარემოებები, რომელიც მინდა გითხრათ რომ გარკვეულწილად დადგენილი არის. შესაბამისად არ მგონია რომ თქვენ რაიმე ფორმით ასე ვთქვათ ან სერიოზულად ან თუნდაც სამართლებრივად რო შევხედოთ კარგად წარმოგაჩენთ ის რაც დადგენილი ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით თქვენ ახლა კომისიას ეტყვით რომ არ გახსოვთ. 2000 ჩაირთო. შეგვიძლია გავაგრძელოთ, ხო? ვაგრძელებთ. კოსტავას 51-ში რომ გიორგი უდესიანის ოფისი არსებობდა, ეს თუ გახსოვთ? ბატონო? კოსტავას ქალაქ თბილისში, კოსტავას 51 ნომერში მდებარეობდა გიორგი უდესიანის ოფისი, ეს თუ გახსოვთ? კოსტავას 51-ში არ მახსოვს ეგეთი. კოსტავას 51-ში არა. ეგეთი არ გახსოვთ? არა. გიორგი ოდესიანის ოფისი გახსოვთ და კოსტავას 51-ში იყო თუ არა, ეს არ გახსოვთ? ბატონო? გამეორეთ შეიძლება. გიორგი ოდესიანის ოფისი გახსოვთ, მაგრამ 51-ში იყო თუ არა, ეს არ გახსოვთ? კოსტავას 51, აბა ადგილს ვერ ვიხსენებ ეს. 2011 წლის 28 თებერვალს სადაც შეხვედრა შედგა კოსტავას 51-ში ოფისში, სადაც მონაწილეობდით ამ შეხვედრაზე თქვენ. არ გიშლებათ კოსტავას 51-ია თუ სხვა რამე არის, მე არ ვიცი, კოსტავას 51 არ მახსოვს. დიახ, კი ბატონო, ნახეთ, ამ შეხვედრაზე 2011 წლის 28 თებერვალს ესრებოდით თქვენ, გიორგი უდესიანი და
ზურაბ უდესიანი. ამ შეხვედრაზე მოვიდა გიორგი ხარძიანი, ბესო ხარძიანის ძმა, სადაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით. გულისხმობ ყველა ჯამში, მათ შორის თქვენც. რატომ გაუსწორდით ფიზიკურად? რა იყო ამის მიზეზი? ფიზიკურ ანგარიშთორებას საერთოდ აპილი არ ქონია ბატონო და მე მოგახსენეთ, ალბათ თიასაც მოვახსენე, მე ამ შეხვედრაზე შევედი, გამოვედი. იმ შეხვედრაზე მხოლოდ გიორგი უდესიანი და გია ხარძიანი იყვნენ და ანგარიშთორებასთან დაკავშირებით მე ვერაფერს მოვახსენე. ანუ თქვენ ასეთ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავთ? ია. ჩემი მონაწილეობით მე გამოვიცხავ რა თქმა უნდა. თქვენი მონაწილეობით გამორიცხავთ, თორე ზოგადად ისე ზოგადად რა ვიცი, გამორიცხვა. მინახავს ვერაფერს ვერ მეთქვით. რატომ უსმენდით უკანონოდ და ვისი მეშვეობით ხდებოდა სატელეფონო მოსმენაზე მაქვს საუბარი, მათ შორის გიორგი ხარძიანის. როგორ იცით? ბატონო? ნახეთ, ბატონზას ნახეთ, თქვენ ხო, თქვენ თავშივე ბრძანეთ. ასევე დადგენილი ფაქტი არის, რომ თქვენ და ყველასთვის ცნობილი არის ეს ფაქტი, რომ თქვენ უშუალოდ იყავით ჩართული და მე შეგახსენებთ აქვე, იმიტომ რომ მოგეცით საშუალება, რომ თქვენ ეს ასე ვთქვათ, რაღაცნაირად სერიოზულად მოკიდებოდით, მაგრამ ნახეთ, თქვენ ჩემი კოლეგის კითხვაზე ბრძანეთ, რომ მე სისტემატური კონტაქტი არ მქონია ბატონ ხარძიანთან, ბესო ხარძიანი იგულისხმით. მაგრამ ის რომ კონტაქტი ქონდათ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს თქვენ დაადასტურეთ ფაქტობრივად. ამიტომ ახლა მე გეკითხებით, რომ კონტაქტი მქონდა. დიახ. ხო და ამიტომ გეკითხებით. როდესაც გიორგი ხარძიანს, ბესო ხარძიანის მას, გიორგი უდესიანმა მოასმენინა მისი საუბარი, რომელიც არის უკანონო საუბარი, უკანონო მიყურადების შედეგად, ტელეფონზე არის საუბარი, სატელეფონო საუბარი. თქვენ ხო ალბათ გესმით ზასწრული ადამიანი ბრძანდებით, რომ ამას სჭირდება სპეციალური კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, სასამართლოს განჩინება და ასე შემდეგ, მთელი რიგი საკითხები. როდესაც ეს ფიზიკური პირის მეშვეობით ხდება და ამ უკანონო ფაქტს აქვს ადგილი. რატომ უსმენდით? ან ვისი მეშვეობით უსმენდით? ასეთ ფაქტს ხომ მქონდა ადგილი მის ოფისში და ეს ხომ იცით თქვენ? მე არავის არ უსმენდით და არც არა, თქვენ არ უსმენდით. არა, ნახეთ, თქვენ უშუალოდ არ უსმენდით. მაგის შესახებ მქონდა არანაირი ინფორმაცია. არა, უშუალოდ თქვენ პირადად თქვენ კი არ უსმენდით, მაგრამ ეს ჩანაწერი ხომ განახორციელეთ. თქვენი ინტერესით ხო განხორციელდა, გულისხმობ ბატონი უდესიანის ინტერესით. საერთოდ პირველად გესმით ახლა ჩემს მხრიდან პირველად გესმით ეს ბატონზაზა? ამ ფაქტთან დაკავშირებით ყურადღებით მომისმინეთ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ახლა პირველად იგებთ ჩემის მხრიდან? დიახ. აქამდე არც კითხვა ვინმეს დაუსვათ არ იცით. არც ფიზიკურ ძალადობაზე გსმენიათ რაიმე სახის გიორგი ხარძიანთან მიმართებაში, არც უკანონო ჩანაწერი რო აჩვენეთ მის ოფისში, უდესიანის ოფისში გიორგი ხარძიანს, არც ეს ფაქტის შესახებ აქამდე არ იცით არაფერი. ასევე ბესო ხარძიანთან მიმართებაში მთელი რიგ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით არც ეს ფაქტები იცით. ზოგადად გავიგე. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი არ ვიცი. კარგით. რა კავშირი ქონდა მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან გიორგი უდესიანს? მაგალითად ზურაბ ადეიშვილთან. ხო იცნობდა ძალიან კარგად. მიხეილ სააკაშვილთან ვერ მოგახსენებთ ვერაფერს ამის შესახებ არ იცნობდა? ახლა თბილისი პატარა არის და შეიძლება ვიღაცას იცნობდა, მაგრამ მე შესახებ ნამდვილად არაფერი არ ვიცი, რა ვთქვი. ყურადღებით მინდა რომ მომისმინოთ და კითხვას კონკრეტულად უპასუხოთ.
თბილისი პატარა არის შეიძლება, მაგრამ არც თუ ისე პატარა არის, რომ აი მე მაგალითად საერთოდ არ ვიცნობ ზურავ ადეიშვილს ან სააკაშვილს ჯვარი მწერია. მაგრამ თბილისში ვცხოვრობ, ხო? და ბევრი, რა ვიცი, ძალიან ბევრი. და რაღა მაინც და მაინც გიორგი უდესიანისთვის აღმოჩნდა პატარა. აი თუ თბილისი პატარა და ყველას იცნობს, თქვენ პირადად იცნობთ სააკაშვილს ან მაგალითად ზურავ ადეიშვილს? ნაცნობობა ახლა ისეთი თემა არის, შეიძლება სადღაც შეხვდე და მე რაღაც მისარმება გააგზავნო და რაღაც ეგეთი რაღაცა შეიძლება თქვენ პირადად იცნობთ თუ არ იცნობთ თქვენ პირადად ისე რომ ახლა მე გიორგი უდესიანის საახლობო ვინყავდა ეგ ნამდვილად არ ვიცი ჩემი თქვენ პირადად თუ იცნობთ თქვენ პირადად თუ იცნობთ ვის აი მაგალითად სააკაშვილის ზურავ ადეიშვილის არ ვიცნობ მისოფიში ხო ანუ თქვენთვის დიდი არის თბილისი ესე იგი და გიორგი უდესიანისთვის პატარა იყო და ყველას იცნობდა გავიგე ახლა ის მითხარით მისოფიში ხო ხშირად ბრძანდებოდი თქვენ არც თუ ხშირად ანუ იმასაც უარყოფთ რომ გიორგი უდესიანის ოფისში თქვენ როდესაც ბრძანდებოდით თქვენ შეიძლება კვირაში ერთხელ, შეიძლება ორ კვირაში ერთხელ. კეთი. გავიგე. ოფისში შეიძლება მისულიყავ. გავიგე. სატელეფონო კავშირით იყო რა ქვია. გავიგე. გასაგებია. ახლა შემდეგი კითხვა. თქვენ როდესაც მის ოფისში ბრძანდებოდით, აი როდესაც მიდიოდით. გინახავთ თუ არა სხვადასხვა თანამდებობის პირები? მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები ან რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ან პროკურატურის ან სხვა ნებისმიერი გინახავთ თუ არა მის ოფისში ბატონო ვერ ვიცნობ არ მინახავს არავინ ეგეთი რომ დავამახსოვდებოდა აუცილებლად ალბათ გავიგე ერთი კითხვას და თუ შეიძლება თქვენის მეშვეობით თუ დაუშვათ თქვენ კი ბატონო არ გინახავთ უშუალოდ არაფერი არაფერი შემსწრე არ ახართ თქვენი განცხადებით თუმცა სხვა ზმეტყველებს სხვა გარემოებები ეს ცალკე შეფასების საკითხი არის აი რით ახსნით რასაც გავიგე რაც ვიცი იმ ინფორმაციას გაზრდით გავიგე ის რომ გიორგი უდესიანი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სარგებლობდა გარკვეული პრივილეგიებით, ხელშეუხებლობით. ეს ხომ იცით? და რის ხარჯზე ხდებოდა ეს? და თუ ეს ასე არ არის? ახლა ესეც რომ უარყოთ, აი ჩავთვლი რომ დავასრულებ, მომისმინეთ, დავასრულებ. ახლა ესეც თქვენ უარყავით. ჩავთვლი რას თქვენ წეღან ბრძანეთ რომ მან წიგნებს კითხულობთ. ჩავთვლი რომ არ ვიცი თხადაგიგოც არ აგაქვთ მან წაკითხული მართლა მან და არა მარტო ცხოვრებაშიც. აი ახლა მომისმინეთ კარგად. თუ ეს ყველაფერი ასე არ არის და არ სარგებლობდა არც პრივილეგიებით, არც ხელშეუხებლობით, არც გარკვეული მაღალი თანამდებობის პირების ხარდაჭერით და როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს თქვენთვის თუ ამასაც უარყოფთ, მაშინ გეკითხებით რა განსაკუთრებული არ ვიცი ბუნებაში რა განსაკუთრებული დღე გათენდა გიორგი უდესიანისთვის 2 ოქტომბერი 2012 წლის რომ გადაწყვიტა რომ ასე პატიოსანმა წესიერმა ადამიანმა რაღაცნაირად ესეთი ღრუბლიანი თუ არ ვიცი ნახევრად ღრუბლიანი დღე გათენდა და გადაწყვიტა რომ საქართველოსდან უნდა წავიდეს აი რამ განაპირობა ეს აი ეს ახსენით ეხლა არის დასწრული ადამიანი ბრძანდებით ყოველგვარი განათლებაც არა ამის საჭირო თუ თქვენ ზოგადად პატივსცემთ კანონმდებლობას კომისიას ქვეყანას და სამართლიანობას და თუ სხვაგვარი პასუხი იქნება ჩემი პირადად შეფასება იქნება რომ თქვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხართ ეს რომელსაც ამ შეფასებას მე ცალკე დავიტოვებ და ამას ავსახავ კიდევაც მადლობა აბა გისმენთ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და პატივსცემ მის ყველა სტრუქტურას ბატონო ეს რომ იცოდეთ და ამ ქვეყნისთვის სისხლიც მაქვს დაღვრილი
და ის რომ ჩემი მეუღლის ძმა რომელსაც თავისი ოჯახი გააჩნია და რაღაც გადაწყვეტილებას იღებს და იმაზე მე უნდა ვიყო საქმის კურსში აუცილებლად და თქვენ ამბობთ რომ ხელშეუხებლობა ქონდა თუმე მას და რაღაცა მე ამის შესახებ საიდან უნდა ვიცოდე ან საიდან უნდა მცოდნოდა ყველას თავისი ოჯახია ყველას თავის გადაწყვეტილებაა და რა ხელშეუხებლობაზე ლაპარაკობთ მე არ ვიცი აი ვერ გებულობ რატომ წავიდა აი მაშინ აი მარტივად მიპასუხეთ აი ამ კითხვაზე რატომ გადაწყვიტა რომ 2 ოქტომბერი არის 2012 წლის 2 ოქტომბერი არის დაუშვათ განსხვავებული 2009 წლის 2 ოქტომბრისა რატომ გადაწყვიტა არ ვიცი პოლიტიკური მიზნებისგან ალბათ ეხო ბატონო თანამდებობის პირი იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში და ალბათ პოლიტიკური მიზნები ჰქონდა ამას სარჩულად აბა სხვა რა იქნებოდა სხვა არ ვიცი კარგი ბადნოზაზა პოლიტიკური თანამდებობის რა პირი იყო ესეც ჩაგვიზუსტეთ კარგად და მერე ბატონი პაატა გააგრძელებს გიორგი უდესიანი იყო პოლიტიკური თანამდებობის პერიოდა რას გულისხმობთ პოლიტიკური ხო რა შეიძლება თანამდებობის პირი მერიაში იყო რაღაც რომელიღაცა სამსახურის უფროსი იყო მერიაში სპორტთან ხო არ ქონდა შეხება დიახ სპორტის იყო მე მგონი გასაგებია ბატონო პაატა სალია ბატონო ზაზა გამარჯობა თქვენ ბრძანეთ რომ ზაჰესში ქურასპედიანთან და უდესიანთან